გამარჯობა კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს აუდიტორიას. Თქვენი კითხვა პრაქტიკულად რიტორიკულია, იმიტომ რომ ვიცით რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ის რომ კონკრეტულად დარბაზი გამოიყო ძალიან მცირე, მაგრამ ძალიან კარგად იცოდნენ რომ საზოგადოებრივი ინტერესი არის ძალიან მაღალი. არათუ 24 სამჯერ 24 ადამიანია ჩამოსული აქ მეტი თუ არა და პრაქტიკულად უმეტესობას მოგვიწია გარეთ ყოფნა. ისე რომ კონსტიტუციით გარანტირებული უფლება გადაადგილების თავისუფლება შეგვიზღუდა მანდატურის სამსახურმა, როცა არ მოგცა საშუალება შევსულიყავით სასამართლოს ეზოშიც კი. ანუ 24 ადგილიანი დარბაზის გამოყოფა მზია ამაღლობლის საქმის განსახილულად ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ჟურნალისტი შევიდეს, რაც შეიძლება ნაკლები წარმომადგენელი საერთაშორისო მედიის, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენელი იმყოფებოდეს და ადგილზე დაესწროს ამ პროცესებს. ეს ყველაფერი ავლენს უკიდურეს ცინიზმს, რაც ქართულ ოცნებას აქვს, ხელისუფლებას წოდებულ პრაქტიკულად ძალას, ზია ამაღლობლის საქმის მისამართით და ზოგადად ყველა პოლიტიკური პარტიის საქმის მისამართით, იმიტომ რომ ჩვენ კარგად დავინახეთ ის დრაკონული გადაწყვეტილებები, რაც მიიღეს სასამართლოში ვიდეო, აუდიო, ვიზუალიზაციის და საშუალო ზოგადად პროფესიული ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით და ასევე დასაბუთებული ეჭვი გაქვს ჟურნალისტებს, რომ ის პატარა ასე ვთქვათ სათავსოები იმისთვის იქნება, რომ ჟურნალისტებს ჩამოართვან ტელეფონები. დღეს ნიკოლოზ მარგველაშვილის კოლეგიით მოქმედ მოსამართლეთა ჯგუფს პრაქტიკულად აი სუმცირე მაინც რო ქონოდათ საჯაროობის და ზოგადად დემოკრატიის პრინციპული იდეებისადმი ერთგულების ძალიან მსხალი პატივისცემა ამ დარბაზს ახლა მაინც შეცვლიდნენ, როდესაც აქ მზიას კოლეგები, მისი თანამდებობები, მისი გულშემატკივრები, მეგობრები და ოჯახის წევრების პოლიტიკები და ასე მამაღლად ვიწევს მოთხოვნა, რომ დარბაზი შეიცვალოს და მოგვეცეს საშუალება დავესწროთ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესს. მე როგორც ერთი მოქალაქე ზიას საქმეში მეტნაკლებად ჩახედული ადამიანი, რა თქმა უნდა, არ ველოდები სააპელაციო სასამართლოსგან რაიმე ტიპის იმგვარ გადაწყვეტილებას, რომელიც ან სამართლიანობასთან, ან სამართალთან, ან კანონიერებასთან, ჰუმანიზმთან იქნება ახლოს, იმიტომ რომ ჩვენ პრაქტიკულად ვხედავთ გაშიშულებულ პოლიტიკურ სისტემას, რომელიც მაქსიმალურად სჯირს ძალიან გაცრავად დამბედავ თამამ ღირსეულ პროფესიონალ ჟურნალისტს, რომელმაც მიიპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება და გახდა დედამიწაზე ალბათ თავისი გავლენით ერთ-ერთი უპირველესი პრიზის სახაროვის პრიზის მფლობელი და პრაქტიკულად არ გადის არც ერთი კვირა, როდესაც ევროპის რომელიმე სახელმწიფო ჟურნალისტური გაერთიანება პროფესიული წრეები მზია ამაღლობას არ აჯილდოვებენ. და ეს არ ხდება იმის გამო, რომ მაინც და მაინც ვიღაცას ქართულ ოცნებაზე სჭირს, ასე ვთქვათ, რაღაცა განსაკუთრებული მიუღებლობა. პირიქით ეს ხდება ქართველი ხალხის და მზია ამაღლობის დაუღალავი ბრძოლის გამო და იმის გამო, რომ მზია გახდა სამართლიანად ამ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სახე, გმირი, რომელმაც პრაქტიკულად საკუთარი სამოქალაქო პოზიციით და პროფესიული ღირსებით დაამტკიცა, რომ საქართველოში ძალიან მორუდე განვითარების ქვეყანაში 24 წელიწადზე მეტია შეიძლება განავითარო პროფესიული დამოუკიდებელი მედია და არ იყო არც ერთი გავლენის ქვეშ. ეს უჭირს ქართულ ოცნებას, რომ მორალურად, პროფესიულად, ადამიანურად ვერ გატეხა, არ გატეხა მზია ამაღლობელი, ამიტომაც არის ეს ყველაფერი რასაც ვხედავთ, დეჰუმანიზაცია, სამართალთან დაშორება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მალხაზ, თქვენ ახსენეთ ქართული ოცნების ცინიზმი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მზია ამაღლობელის თუ სხვა პოლიტიკური ტყვეების საქმეების დახურვასა თუ ჩაკეტვაზე სასამართლო სისტემის. თუმცა ამავდროულად საუბრობდით ყველა იმ ჯილდოზე, საერთაშორისო გამოხმაურებაზე, რომელიც მზია ამაღლობელს უკავშირდება. არის თუ არა გადაწყვეტილებები რეალურად გარდა ცინიზმისა შიშის გამოხატულებაც ქართული ოცნების მხრიდან, როდესაც სასამართლოს სრული იზოლირება ხდება, ჩაკეტვა ხდება იმისთვის, რომ ხმა აღარც დაკავებულის, აღარც უფლებადამცველის და აღარც გულშემატკივრის სასამართლო დარბაზიდან გარეთ აღარ ისმოდეს. ეხლა როდესაც პოლიტიკის პირობებში, როდესაც სერგეი ლავროვი და მარია ზახაროვა გახებს მარტო და პრაქტიკულად მეგობრები გაიხადე მტრებად, ყოფილი პარტნიორები გაიხადე პოლიტიკური მოწინააღმდეგეებად, ცხადია გარკვეული შუქის შეგეპარება, რომ საჯაროობა კიდევ უფრო მეტად დაგაზარალებს, ამიტომაც არც ერთ სასამართლო პროცესზე არ მოინდომებ იმას, რომ ჟურნალისტები მეტად შეუშვა, პროფესიონალები მეტად შეუშვა, მეტად მძლავრი შინაარსის მქონე სტატიები დაიწეროს, მაგრამ
საბედნიეროდ ვართ იმ თქვათ ციფრულ ეპოქაში, როდესაც ადამიანები აფეთქებენ პასტითა და ფუცლით მობილური ტელეფონით გარკვეული ციტატების გაკეთებას, ხო, ამბის ვითხრობას თუ რა ხდება იქ. სხვა თუ არაფერი ადვოკატები ყავს, რომლებიც გამოიტანენ ამ ამბავს. რა თქმა უნდა, ეს 95%-ით ვერ მოიტანს იმგვარ ინფორმაციას, ემოციას და გააზრების საშუალებას, როგორც მაგალითად ჰქონდა მაშინ, როდესაც პირდაპირ ეთერი თუ არა ჩანაწერი მაინც ვრცელდებოდა, სასამართლო პროცესებიდან ხედავდით სრულიად ფანტასტიკური გამომეტყველები ჩვენს პოლიტიკურ პატიმრებს, როდესაც აი ამ უგვანობის და უსამართლობის წინააღმდეგ მათ საფეზე დაქმნოდა თოლმე ღიმილია ეს რაღაცა უსამართლობასთან ბრძოლის ჟინი, რაც მათ გამოიხატებოდა ხოლმე. აი ეს ჩაკეტა ქართულმა ოცნებამ და მაშინ, როდესაც ნაციონალურ მოძრაობას ეუბნება, რომ შენ ხარ სისხლიანი 9 წლის რაღაცა მთავრობა, მე მინდა გავახსენო, სწორედ ასე იკეტებოდა ნაციონალური მოძრაობის დროსაც სასამართლო, როცა პრაქტიკულად ვერ გააძვრენდი ვერანაირ საშუალებას, რომ იქიდან ამბავი გამოგეტანა, მაგრამ ქართულმა ოცნებამ კიდევ უფრო მეტად გადაუსწრა მანკიერ პრაქტიკას და პრაქტიკულად ახლა სასამართლოდ ჩაკეტა მოქალაქისთვის, რომლის გადასახადებითაც ფუნქციონირებს ქვეყანაში სასამართლო ხელისუფლება. ანუ მე როგორც მოქალაქეს და აქ ჩვენ თქვენ მოქალაქეებს შეგვიზღუდეს გადაადგილების თავისუფლება და ეს ბრძანება იყო აბსოლუტურად უკანონო, აბსოლუტურად აზრს, ლოგიკას, სამართლებრივ ჩარჩოს ნორმას მოკლებული. აქამდე დავიდა ქართული ოცნება, იმიტომ რომ მათ სხვა არსენალი მათ სხვა იარაღი საკუთარ პოლიტიკურ არსენალში აღარ დარჩა. დამალხაც, რა მზია ამაღლობელის საქმის მოლოდინზე მინდა კითხოთ მზია ამაღლობელის, რომლისაც ფაქტია რომ ძალიან ეშინია ქართულ ოცნებას, თუნდაც ამაზე კარგად მეტყველებს დღევანდელი გადაწყვეტილება 24 კაციან დარბაზში პროცესის ჩატარებისა და ასევე გამოვიდა ცნობა სასამართლო დარბაზიდან, რომ პროკურორი წინააღმდეგია საქმეში გათვალისწინებული იქნას ის ჯილდოები, რომელზეც ჩვენ დასაწყისში ვსაუბრობდით, 10 ნოემბერს გაცემული ჯილდო იქნება ეს თუ ზახაროვის სახელობის ჯილდო. რა მოლოდინი გაქვთ თქვენ და შესაძლებელია გქონდეს მოლოდინი, რომ დააკმაყოფილოს სააპელაციო სასამართლომ უფლებადამცველთა მოთხოვნა სასჯელის გაუქმების შესახებ? მაგა პრაქტიკულად 2 დღის წინ მარიამ ლაშმა ცოტა სხვა სიტყვებით, მაგრამ დაადასტურა, რომ მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პარტნიორი. მან თქვა ასეთი რამ, რომ სილამ გამოიწვია თქვა ტკივილი ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. მე რო პერიფრას ვაკეთებ, ხო, ეს ხაზი მინდა გავუსვა. მან თქვა, რომ მზია ამაღლობელმა სისტემას მიაყენა შეურაცხყოფა, სისტემის წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაული და ამის გამო ისჯება. მე მაგ ქალბატონ მარიამ ლაშთან მაშინ კითხვა. ქალბატონო მარიამ, თქვენ როგორც ამბობთ, ხართ ჰუმანისტი ადამიანი და გიმუშავიათ ადამიანის უფლებებზე. რომელი დაზარალებული ადამიანი მოგიკითხავთ აქციის მონაწილეებიდან, რომელი დაზარალებული ჟურნალისტი მოგიკითხავთ, გურამ როგავა მაკა ჩიხლაძე, ოპერატორები, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, რომლებიც დაზარალდნენ გდდ-ს და პოლიციის თანამშრომელთა სრულიად უგვანო კანონგარეშე და პირდაპირ თქვათ ჰუმანიზმისგან დაცული, ჰუმანიზმისგან სრულიად გამოცვლილი საქციელის გამო, ბოროტის საქციელის გამო. რომელი მათგანი მოიკითხეთ? რომელიმე მათგანის მდგომარეობით დაინტერესდით, რა უფლებით და პირით და ნამუსით ან თუნდაც საკანონმდებლო ბაზით საუბრობთ, რომ მზია ამაღლობელმა მიაყენა სისტემას შეურაცხყოფა, მაშინ როდესაც არც კი დაინტერესებულ ხართ, რა მოხდა ამ სილის გაწვნამდე, რა შეურაცხყოფა მიაყენეს მზია ამაღლობელს, როგორ დაამცირეს, როგორ გაიგდეს ფეხქვეშ, ბესელიამ და დგებუაძემ პრაქტიკულად ჩაატარეს სპეცოპერაცია იმისთვის, რომ ბათუმის აქციის მონაწილეები ჯერ უკანონო დაიკავებინათ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ, ფიზიკურად გასწორებოდნენ ამ ადამიანებს და მერე მზია ამაღლობელზე გადავიდნენ, ხო? სპეციალურად რაღაცნაირად მთელი ეს პროცესი გამოიყენეს იმისთვის, რომ ან მზია ამაღლობელი, ან ეთერთურაძე ჩაიგდოთ ხელში. ამიტომაც მარიამ ლაშქრის სრულიად ასე ვთქვათ, უმსგავსო და უსინდისო განცხადება ერთი მხრივ შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ მზიას გულშემატკივრებმა და საქართველოში დემოკრატიულ პლატფორმაზე მყოფმა ადამიანებმა, რომ მან დაადასტურა, რომ ქართულმა ოცნებამ მზია ამაღლობელი დააპატიმრა პოლიტიკური ნიშნით და მზია ამაღლობელი არის პოლიტიკური პატიმარი. ის რაც ისმის ბრიუსელიდან, ის რაც ისმის სტრასბურგიდან, ვაშინგტონიდან, ის რაც ისმის ევროპის სხვა დედაქალაქებიდან, პრაქტიკულად მან გაიმეორა სხვა სიტყვებით.
ამიტომაც არ მაქვს მოლოდინი, რომ სააპელაციო სასამართლო ზიას და ზოგადად დემოკრატიის სასარგებლოდ რაიმე ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ ეს არის პროცედურული მორიგი ეტაპი იმისთვის, რომ ჩვენ რაც შეიძლება მალე დავიწყოთ სისხლის სამართლის განაჩენზე დავა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში. მადლობა მალხაზ ჭკადუას ვისმენდით ჩვენ პირდაპირ ეთერში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან, რადგან კიდევ ერთხელ